აღმოსავლეთ ევროპელებმა თავი უნდა დაანებონ პატარა ბავშვებივით ქცევას, უნდა შეუდგნენ საკუთარი პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტას და უნდა შეწყვიტონ რუსეთის აგრესიაზე მუდმივი ჩივილი ამერიკის შეერთებულ შტატებთან. განაცხადა ჩეხეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში ზბიგნევ ბჟეზინსკიმ. ბჟეზინსკი შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის ჯიმი კარტერის ყოფილი მრჩეველია ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში. ჩეხეთში რკინის ფარდის დაცემიდან 20 წლის შემდეგ რუსეთის მიმართ გავრცელებულ შიშთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ შეშფოთების გარკვეული საფუძველი ისეთი როგორიცაა რუსების მცდელობა აღიდგინონ თავიანთი გავლენა ეკონომიკური ინსტრუმენტების საშუალებით არსებობს. თუმცა აღმოსავლეთ ევროპელებს არ მართებთ სიტუაციის დრამატიზება. სამაგიეროდ მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ამ პრობლემასთან გამკლავება მათ დიდწილად დამოუკიდებლად მოუწევთ. ისინი იმის მოლოდინში არ უნდა იყვნენ, რომ მათ პრობლემებს მათმაგივრად სხვა გადაწყვეტს, განაცხადა ბჟეზინსკიმ. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ჩეხეთიც და პოლონეთიც ნატოს წევრები არიან და ამ თვალსაზრისით მათ აქვთ ალიანსის ტრანსფორმირების, მისი განმტკიცებისა და გაძლიერების შესაძლებლობა. მისი თქმით, რეალობა ისეთია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის ცენტრში ახლა არა ევროპა, არამედ წყნარი ოკეანის რეგიონია. მსოფლიოში სრულდება დასავლეთის დომინირება და არა იმიტომ, რომ დასავლეთი სიცოცხლის ძალას კარგავს, არამედ იმიტომ, რომ მას აზია იწენს, მიაჩნია პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს.